საქართველოში დენის გადასახადი ძვირდება. ამ ფაქტმა გამახსენა წინა წლის ამბავი, როდესაც ზუგდიდში 2 მცირეწლოვანი სახლში დაიწვა. ოჯახს ელექტროენერგია ჩაუჭრეს, დედამ სანთლის შუქზე დატოვა ბავშვები, სანამ თავად მუშაობდა. მსგავსი ტრაგიკული ამბავი ევროკავშირში წარმოუდგენელია. აქ ქვეყნების უმეტესობაში, მაგალითად ბელგიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ადამიანის უფლებების შელახვად ითვლება მოქალაქის გაზისა და დენის გარეშე დატოვება. თუ მოქალაქეს დაუგროვდება დავალიანება, მას თანხის გადანაწილებას სთავაზობენ. თუ ამასაც ვერ ახერხებს, მაშინ საცხოვრებელი ადგილის მერიის სოციალური სამსახური მას სრულად ან ნაწილობრივად უხდის დავალიანებას. თუ მერიას საჭირო თანხა არ მოეპოვება, მაშინ შუამავლის ფუნქციას ასრულებს და ნაწილ-ნაწილ ახდევინებს დავალიანებას ყოველთვიური მინიმალური შენატანით შემოსავალთან შეფარდებით. როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა და ევროპული სიკეთეები, სწორედ ამას ვგულისხმობთ. აქ მაგალითად ბელგიაში აზრადაც არ მოუვათ ბავშვები, მოხუცები და თუნდაც სხვა მოქალაქეები გაზისა და შუქის გარეშე დატოვონ.